მოგესალმებით კავკასიური სახლიდან. დღევანდელი ინტერნეტ-დღიურის თემა გახლავთ ქართული დიასპორის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებაში. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სულ ახლახან საქართველოს სახელმწიფოს ხელშეწყობით გლობალური დიასპორული კვირეულის ფარგლებში 13 ოქტომბერს საქართველოში გაიხსნა დიასპორის ეკონომიკური ფორუმი, რომლის მიზანიც იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის მხარდაჭერა და აგრეთვე სახელმწიფოს განვითარების პროცესებში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის მხარდაჭერა. ამ შეხვედრაზე მოწვეული გახდნენ გერმანისა და სხვა ქვეყნების საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ხელმძღვანელობის წევრები და აგრეთვე ქართველი ემიგრანტები, რომლებიც მნიშვნელოვან მოღვაწეობას ეწევიან საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ. ჩვენ დღევანდელი სტუმარი გახლავთ შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი ბატონი ზვიად არაბიძე, რომელიც გახლდათ ეკონომიკური ფორუმის შეხვედრაზე. ჩვენს ამ ნიშნით შევარჩიეთ იგი დღეს ჩვენთან სტუმრად და იგი მოგვითხრობს შვეიცარიაში თავისი მოღვაწეობის შესახებ და აგრეთვე მინდა გითხოთ ბატონო ზვიად თქვენი აზრი ეკონომიკური ფორუმის შეხვედრის თაობაზე, როგორია ემიგრანტების მზაობა სახელმწიფოს მხრიდან მსგავს შემოთავაზებებზე. მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისათვის. გადაცემას და თქვენ გისურვებთ წარმატებას. ძალიან სასიამოვნოა ესეთი გადაცემის არსებობა. რაც შეეხება 13 ოქტომბრის ეკონომიკურ ფორუმს, ესეც ძალიან კარგი წამოწყებაა სახელმწიფოსი. ამ წამოწყებით ხაზი გაესვა იმას, რომ სახელმწიფო მზად არის გაითვალისწინოს ემიგრანტული ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცდილება და მათი იდეები თუ რჩევები. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს განვითარებას და თანამშრომლობით იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე ის სარგებელს მიიღებს. რაც შეეხება დიასპორულ შეხვედრებს, ეს შეხვედრა პირველი არ იყო. 2008 წლიდან ვესწრები დიასპორის დღეებს, რომელიც საქართველოში ყოველწლიურად ტარდება ხოლმე. ეს დღეები იმით არის განსაკუთრებული, რომ ხდება თავმოყრა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველების, რომლებიც ეწევიან ქართული კულტურის, ქართული პროდუქციის თუ საერთოდ საქართველოს პოპულარიზაციას ამა თუ იმ ქვეყანაში. გვაქვს ძალიან ბევრი საერთო პრობლემა, ან საერთო ერთობლივად გადასაჭრელი მიზნები, რომლის განხორციელებაშიდაც ერთმანეთის გამოცდილება ჩვენს ძალიან გვეხმარება ერთმანეთთან ურთიერთობის და გაცნობის შემდეგ. ძალიან ბევრი რამე შეიძლება ითქვას დიასპორების ურთიერთობაზე და მათ მნიშვნელობაზე. ჩვენ გეგმავთ შვეიცარიაშიდაც რომ ჩატარდეს ფორუმი, სადაც სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველებს მოვიწვევთ ამ მაისის ბოლოს 2015 წელს და თემატიკა ახლა იხვეწება, ესე ვთქვათ, დახვეწის პროცესია, სხვადასხვა ქვეყნებს შევეხმიანეთ უკვე და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოვა. ბატონო ზვიად, როგორია ქართველი მიგრანტების მზაობა სახელმწიფოს მხრიდან ასეთ შემოთავაზებებზე? ეკონომიკური ფორუმის მიზანი იყო დიასპორებისთვის გაეცნოთ სხვადასხვა პროექტები, ასევე იყვნენ წარმოდგენილი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვადასხვა გამოცდილება გაუზიარეს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს წარმომადგენლებს, ესე ვთქვათ, დიასპორის წარმომადგენლებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ხალხმა ჯერ ყველამ არც იცის რა პროექტები არსებობს და გაცნობითი ხასიათის იყო ეს შესაძლებლობების, ესე ვთქვათ, გაცნობა. ასევე ის დამოკიდებულება, რაც არის დიასპორებში სამწუხაროდ საკმაოდ გაცრუებული იმედების გამო, ნელ-ნელა უნდა მოხდეს ამის აღდგენა და ესე ვთქვათ, იმედების დაბრუნება, რომ სამინისტროებთან ურთიერთობას აზრი აქვს და ეს ნელ-ნელა შეუწყობს ხელს ისევ, ესე ვთქვათ, დიასპორებსა და სამინისტროებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და აღდგენას. ამ თემატიკასთან დაკავშირებით, როგორც უკვე აღნიშნე, იმედგაცრუება დიდია და არსებობს ორი აზრი მინიმუმ, რომელიც შეიძლება დიასპორებში არსებობდეს. ერთნი, რომლებიც ამბობენ, რომ ეს აუცილებელია სახელმწიფოსგან იყოს ხელშეწყობა დიასპორებისთვის, იმიტომ ისედაც რთულ სიტუაციაში უწევთ დიასპორის გაჭირვებული წევრებისათვის, ესე ვთქვათ, დახმარება ამ ორგანიზაციებს და გვერდში დგომის აღმოჩენა, თანადგომის აღმოჩენა. მეორენი ამბობენ, რომ
თვითონ არიან ვალდებულები სახელმწიფოს დაეხმარონ, იმიტომ რომ ისედაც საქართველოს და სამშობლოს ძალიან უჭირს. ორივე რა თქმა უნდა მისაღები წინადადებაა და ეს უნდა იყოს თანამშრომლობა და არა მხოლოდ ერთ მხრიდან, ასე ვთქვათ, თანადგომის ან მზადყოფნის გამოცხადება. და ეს ნელ-ნელა იმედი მაქვს, რომ როგორც დიასპორულ ორგანიზაციებში, ასევე სამთავრობო სტრუქტურებში მოიპოვებს მომხრეებს და ნელ-ნელა გაძლიერდება ეს თანამშრომლობა. ბატონო ზვიად, როგორია ქართული დიასპორის ყოფა შვეიცარიაში და გთხოვთ გვესაუბროთ მათ თავისებურებებზე შვეიცარიაში და გერმანიაში? მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარია და გერმანია ორივე დასავლეთ ევროპული ქვეყნები არიან, ძალიან განსხვავებულია ამ ქვეყნებში საქართველოს ცნობადობა და ქართული კულტურის ცნობადობა. და ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს შვეიცარიაში ამა თუ იმ თუნდაც კულტურის ან პროდუქტის პოპულარიზაცია, იქიდან გამომდინარე, რომ 4 სახელმწიფო ენაა და 3 ენობრივ სფეროთ არის, ესე ვთქვათ, გაყოფილი შვეიცარია, ძირითადი ნაწილი, ანუ იტალიური, ფრანგული და გერმანული ენებზე უწევს ადამიანს, ესე ვთქვათ, რეკლამისა თუ ამა თუ იმ ორგანიზებული ივენთის მოწყობა, რომ მთელი შვეიცარია მოიცვას ამ ივენთით. ქართული დიასპორა გერმანიაში ბევრად უფრო მრავალრიცხოვანია, ეს იწვევს ასევე ქართული კულტურისთვის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. შვეიცარიაში ქართული დიასპორა რამდენიმე სახეობად შეიძლება დაიყოს, არალეგალებიც არიან მუშა, ესე ვთქვათ, დასაქმებული ხალხი. არ შეიძლება არ ითქვას, რომ სერნი, რომელიც ევროპაში ბირთვული კვლევების ცენტრად ითვლება, 12 ქართველი ფიზიკოსია დასაქმებული და ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ეს საქართველოსთვის. ასევე არიან სხვადასხვა სფეროში, სამინისტროებშიც კი შვეიცარიაში მუშაობენ ქართველები. არიან დაქორწინებული ოჯახები, შერეული ოჯახები. ეს ყველაფერი სხვადასხვა სფეროში უბრალოდ ძალიან ცოტანი ვართ, საერთოდ სადღაც 600 კაცამდე იქნება ალბათ ქართველი შვეიცარიაში. განვითარების სხვა დონეზეა შვეიცარია, საქართველოსთან შედარებით და ბევრ ევროპულ ქვეყანასთან შედარებით. მოთხოვნები მაღალია, ხელფასებიც მაღალია, ამიტომ ევროპის ყველა ქვეყნიდან ცდილობენ რომ მოხვდნენ შვეიცარიაში და რადგან მე კონკურსი, ესე ვთქვათ, იზრდება. ქართველების შანსი კლებულობს ამასთან მიმართებაში. მას შემდეგ რაც შვეიცარია შევიდა შენგენის ქვეყნების სიაში, მოეწერა ხელშეკრულებას ხელი, რომელიც ითვალისწინებს შვეიცარიელი და ევროპის გაერთიანების წევრი ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ეს ნიშნავს, რომ როგორც შვეიცარიელს, ისევე მთელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ უფლება დასაქმების, იპოვონ დამსაქმებელი და დასაქმდნენ. ხოლო ქართველს და სხვა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის შვილს, რომელიც არ არის ევროკავშირში, ვალდებულება აქვს დამსაქმებელმა დაამტკიცოს ჯერ რატომ არის მაინდა-მაინც ეს ადამიანი საჭირო და რო ვერ იპოვა ევროკავშირში ესეთი კომპეტენციის ადამიანი. შვეიცარიაში ქართული კულტურის ნაკლებად ცნობადობას ხაზს უსვამს ისიც, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა უკითხავთ საქართველო რა ნამდვილად ქრისტიანული ქვეყანაა და როცა გებულობენ რომ მე-4 საუკუნიდან სახელმწიფო რელიგიაა ქრისტიანობა, ყველას უყვირს, იმიტომ რომ იციან რომ თქვათ ვართ თურქეთის, სპარსეთის, ხანდელი ირანის მეზობელი ქვეყანა, იგივე აზერბაიჯანიც არ არის ქრისტიანი და როცა გებულობენ რომ ღვინის აკვანი და რაღაც რამდენიმე 1000 წლიანი ღვინის კულტურის მფლობელები ვართ, ასეც ძალიან უყვირთ, იმიტომ რომ მათთვის აქამდე მხოლოდ ფრანგული, იტალიური თუ ესპანური ღვინო იყო, ესე ვთქვათ, დასაბამიდან ცნობილი. შვეიცარიაც ქრისტიანული ქვეყანაა, ხომ? რელიგია? რელიგია რამდენიმეა, როგორც ენა, ძირითადი არის კათოლიკური და პროტესტანტული მიმართულებები. არიან მუსლიმანებიც, მაგრამ ცოტა. მუსლიმანების სამლოცველოსთან დაკავშირებით გახდა საჭირო ჩატარებულიყო რეფერენდუმი მინარეთების შენობასთან დაკავშირებით. ანუ სამლოცველოზე მინარეთის დაშენების უფლება არ მიცეს საერთოდ მუსლიმანებს იმ მიზეზით, რომ მინარეთი რო იქნება, მერე გამოყენებულიც იქნება ეს და ანუ თვითონ სახელმწიფო შვეიცარიის სახელმწიფო იყო წინააღმდეგი მინარეთების შენებლობის. ჯერ იყო სახელმწიფოსგან, ესე ვთქვათ,
არ დათანხმების შემთხვევა, მე გაჩნდა საჭიროება იმისი, რომ ყოფილიყო რეფერენდუმი ჩატარებულიყო ამის შესახებ და რეფერენდუმაც უარყოფითი პასუხი გამოიღო, რასაც მთელ ევროპაში ბევრისგან შურითაც, მაგრამ ძირითადში ისეთი ხმამაღლა ყველასგან კრიტიკა მოყვა შვეიცარიული დემოკრატიის. თუმცა დადებითად მაინც არ გადაწყდა. არა. ბატონო ზვიად, აი ამ სირთულეების გათვალისწინებით, რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ეწევთ შვეიცარიაში ქართული კულტურისა და პროდუქციის პოპულარიზაციას და აგრეთვე ბრძანდებით ქართული სახლის გეოჰაუსის ფუძემდებელი და გთხოვთ მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ, როგორ დაიწყეთ, როგორ დამკვიდრდით, რა სირთულეები გქონდათ, რა მიღწევები გაქვთ და რას მოღვაწეობთ ახლა. კომპანია გეოჰაუსი დაფუძნებულია 2011 წელს, ჩემი და ჩემი დის მიერ. კომპანია არის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, მხოლოდ იმიტომ, რომ ღვინის იმპორტის უფლება, როგორც დიასპორულმა ორგანიზაციამ ვერ მოვიპოვეთ და გახდა ჩვენი სტატუსის შეცვლა აუცილებელი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. მას შემდეგ დავიწყეთ ქართული ღვინის და ნელ-ნელა ვაფართოვებთ ესე ვთქვათ სპექტრს, ქართული სუნელები, წვენები დაემატება ცოტა ხანში. და ვახდენთ როგორც ქართული კულტურის დღეების, კონცერტების ორგანიზებას, ასევე დეგუსტაციებისა და სხვა აქტივობების ორგანიზებას. პროდუქციის წარმოდგენასაც ამ ღონისძიებებზე. პრეზენტაციებზე, რა თქმა უნდა. 2007 წლიდან უკვე ტრადიციულად ჩამოყალიბდა 26 მაისთან დაკავშირებული შეკრების ორგანიზება, რომელზედაც ვახდენთ საწყის ეტაპზე მხოლოდ შვეიცარიაში მცხოვრები ემიგრანტი, ქართველი ემიგრანტების შეკრებას. ეხლა კი ორ ენაზე გვიწევს უკვე შეკრებების ორგანიზება და ივენთის მოწყობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შერეული ოჯახია და მეუღლეები, ბავშვები, თუ სტუმრები ვერფლობენ ქართულს. ყველა, რა თქმა უნდა, ადგილობრივიც ესწრება უკვე. გაფართოვდა ესე ვთქვათ დამსწრეთა რაოდენობა. წელს დავიწყეთ პირველად ციურიხში ჩატარდა ქართული წირვა ივნისში. მერე სექტემბერში იყო, ნოემბერშიც, იანვარში იქნება კიდე და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ყოველ 2 თვეში ერთხელ მაინც ქართული წირვა ჩატარდეს უკვე ციურიხში. შეკრებები ზე ყოველთვის ჩაგვყავდა ხოლმე სტუმარი საქართველოსდან. ჩვენი სტუმრები იყვნენ აქამდე ბატონი გურამ დოჩანაშვილი. სამწუხაროდ რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ბატონი გურამ ფირცხალავა, ისიც იყო ჩვენთან. ასევე არიან ჩვენთან ამყოფი გია ბურჯანაძე, ნინელი ჭანკვედაძე, ანსამბლი ჩვენებურები. გქონდა ასევე ანსამბლი გეორგიკას კონცერტი, რომელსაც ახლა ვგეგმავთ იანვრიდან. გერმანიასა და შვეიცარიაში რო ჩატარდეს რამდენიმე კონცერტი. ვეძებთ სპონსორებს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობთ ამ თემატიკაზე. ყოველწლიურად შეკრებები არის ხოლმე საბავშვოზე იმის სახით საშობაოდ აუცილებლად, სადაც თოვლის ბაბუა მოდის და არა სანტა-კლაუსი საჩუქრებით. ესეც რაღაც ერთ-ერთი ქართული ადათ-წესის და ქართული ტრადიციის არ დავიწყების შესაძლებლობა თუ მცდელობა. ასევე შვეიცარიის საელჩოს ხელშეწყობით ჯერ საქართველოში მოეწყო შვეიცარიის ბიზნეს ფორუმი და შემდეგ შვეიცარიაში ქართული ბიზნეს ფორუმი, სადაც ჩვენც წარმოდგენილი ვიყავით როგორც შვეიცარიის ბიზნეს გაერთიანების წევრები და წარმომადგენლები შვეიცარიაში. აი რა პრობლემები არსებობს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით ზოგადად ევროპაში, თქვენ თუ არის თქვენთვის ცნობილი სხვა ქვეყნებშიც? ქართული პროდუქციის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემა რაც არის, რაც დარწმუნებულია რომ თითქმის ყველა ევროპულ სახელმწიფოში პრობლემად რჩება, არის ის რომ არ ხდება ქართული პროდუქტი ადგილობრივ ქსელებში. ძალიან რთულია მოახვედრო პროდუქტი და აქედან გამომდინარე დამოკიდებულები ვართ თვითონ ორგანიზებულ დისტრიბუციაზე თუ მეტნაკლებად რუსულ ქსელზე, რუსული მაღაზიების. რატომ არ ხდება ეს პროდუქცია იმ ევროპულ ბაზარზე? რა პრობლემა, რა ბარიერი არსებობს? ძალიან რთულია მოთხოვნის გაზრდა, ანუ რაღაც გვაკლია ჯერ ეთყობა კიდე, ანუ ქართველებს ის რომ ადგილობრივ ბაზარზე მოვითხოვოთ ჩვენი პროდუქცია, ანუ ვართ როგორც კეთილსინდისიერი სტუმარი და ვღებულობთ იმას, რასაც გვთავაზობენ და ზედმეტად არ ვაწუხებთ იმათ, რომ აი ჩვენი პროდუქტი რატო არა გაქვს. ალბათ უნდა ვისწავლოთ ის, რომ მოვითხოვოთ, რომ ჩვენი პროდუქტის ოდესღაც გაჩნდეს ბაზარზე.
დანარჩენი პრობლემები რაც არის რუსულ მაღაზიების ქსელებში ძალიან ბევრია ფალსიფიცირებული ქართული პროდუქცია, რომელზეც აწერია კიდევაც რომ ჩამოსხმულია საქართველოში ან დამზადებულია საქართველოში ან ქართული პროდუქტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს ბოთლი თქვათ ან ეს პროდუქტი საქართველოსთან არ არის გასული და ეს ხდება სადღაც უკრაინაში თუ ბულგარეთში ეტიკეტირება თუ ასე შემდეგ. დიახ, ხშირად მინახავს ქართული ტყემალი, ქართული აჯიკა რუსულ მაღაზიებში გერმანიაში. სამწუხაროდ არის რაღაცეები, რაც ნამდვილად ქართულია და საქართველოსთან არის ჩატანილი, მაგრამ ძირითადი ნაწილი, რაც ყველაზე იაფია, ესე ვთქვათ, ხდება ადგილზე, სადღაც წარმოება, იმიტომ რომ ფასებია უბრალოდ ისეთი წარმოუდგენელია საქართველოსთან ჩატანილი პროდუქტი მაგ ფასში. მაგალითისთვის გამოდგება ერთი შემთხვევაც, რომელიც კონთან ახლოს ერთ-ერთ რუსულ მაღაზიაში შემემთხვა, ვნახე დახლზე 3 ქართული ღვინო, საფერავი, ხვანჯგარა და მუკუზანი, რომელიც სამივე თითოეული ღირდა 6.90 евро. ეს წარმოუდგენელი შემთხვევაა, რადგან ხვანჯგარაზე რო არაფერი თქვა, მუკუზანი და საფერავიც არ შეიძლება ღირდეს ერთ და იგივე ფასი. და გამყიდველთან საუბრისას აღმოჩნდა ესე რომ ის ყიდის მხოლოდ იმ პროდუქციას რაც ეყიდება და რუსი თუ სხვა მისი კლიენტი რომელიც მოდის 6 ბოთლის საყიდლად 15 ან უფრო ძვირად ღირებული ბოთლის შემთხვევაში 6 წელს ვერ წაიღებს. ურჩევნია იყიდოს იაფასიანი ღვინო. უმეტესობა ხარისხს მაინც ვერ ხვდება და ის ვიცი რომ ქართველებზე არ უნდა გავყიდოო. ყველაზე ცუდი ის არის რომ რუსმა შეიძლება იცოდეს რომ ის 6.90 მიცა და აქედან 20% კიდე დეგეგია რომელიც ყველა ვარიანტში სახელმწიფოს. დეგეგი ანუ გადასახადი. დამატებით ღირებულების გადასახადი. და თუ სტუმარი მიუვიდა ვინმე ან თვითონ წაიღო ეს ღვინო სადმე ადგილობრივმა არ იცის რა ფასიანია ეს ღვინო და ამიტომ შეიძლება ქართულ ღვინოზე ცუდი წარმოდგენა გაუჩნდეს და შეექმნას მომავალში შეიძლება აღარც კი მოუნდეს გასინჯვა. შეიძლება ამის რეგულირება, ანუ აიკრძალოს ეს ფალსიფიცირებული ქართული ღვინო ბაზარზე. გერმანიის კანონმდებლობით ისჯება კანონით ფალსიფიცირებული პროდუქტი. ფალსიფიცირებული და ასევე ეტიკეტზე არასწორი ინფორმაცია ის რომ ჩამოსხმულია საქართველოში, თუ ჩვენ ამას დავადასტურებთ რომ არ არის ეს პროდუქტი საქართველოსთან შემოტანილი, მწარმოებელი, გამყიდველი და ყველა წესით შეიძლება გერმანიის კანონმდებლობით დაისაჯოს და ეს უკვე აღარ გამოიწვევს საქართველოს საელჩოს, ესე ვთქვათ, ინვოლვირებას ამ თემაში. ანუ საქართველოს საელჩო მხოლოდ იმ ზომით უნდა ჩაერთოს ამაში, რომ დააინტერესოს გერმანული სახელმწიფო, გერმანია სამართალდამცავი სტრუქტურები იმაში, რომ ამოღებული იქნეს ფალსიფიცირებული პროდუქცია. თქვენ აი რას გვეტყვით ცხოველური წარმოების პროდუქციაზე? ცხოველურ პროდუქტებს რაც შეეხება, ყველია ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ისე ადვილად ვერ გადის ევროპის ბაზარზე და თაფლიც კი ცხოველურ პროდუქტად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ ვერ გადის ევროპულ ბაზარზე. გამოფენებისთვის გვაქვს უფლება ჩავიტანოთ და უსასყიდლოდ დავწამლოთ, ესე ვთქვათ, იქაური მოსახლეობა, მაგრამ თუ ამას რეალიზაციის სახე შეიძლება მიეცეს, მაშინ არა გვაქვს უფლება. ცოტა ესეთი მიდგომა, მაგრამ რა ვქნათ, ესეთი კანონმდებლობაა. გამოფენაზე გვაქვს უფლება შევიტანოთ, მაგრამ მნიშვნელობას კარგავს უბრალოდ აზრი არა აქვს წაიღო ის პროდუქტი, რომელსაც ადგილზე ვერ ნახავს ბაზარზე. გამყიდველი. როგორ რეგულირდება პროდუქტების შეტანა შვეიცარიაში? თქვენ როგორ მოახერხეთ ეს შვეიცარიულ ბაზარზე შესვლა? საჭირო იყო თუ არა იქაც კონტაქტები? შვეიცარიაში პროდუქტის იმპორტისთვის კონტაქტები ცალკე როგორც ესეთი საჭირო არ არის, მაგრამ იმისთვის რომ გაიგზავნოს გაყიდვები, იმისთვის რომ მოხდე ამა თუ იმ ქსელში და ასე შემდეგ, თავარი ზეგარის ალბათ. თავარი ამისთვის აუცილებელია ნამდვილად. შვეიცარიაში როგორც თვითონაც ღვინის მწარმოებელი ქვეყანაში, ის პროდუქტები, რომლებსაც ადგილობრივი მწარმოებელიც აწარმოებს, კონკურენციის გაწევა ძნელია ალბათ. და არის კონტინგენტი დაწესებული შვეიცარიაში, თქვათ, ღვინოზე საკმაოდ დიდია ეს კონტინგენტი, 6 მილიონი ბოთლია დაშვებული წელიწადში იმპორტი. მაგრამ მაინც შეზღუდულია. ანუ ამ 6 მილიონ ბოთლში შედის ის ღვინოებიც, რომლებიც მოდის კალიფორნიიდან, მოდის სამხრეთ აფრიკიდან, მოდის ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, იტალიიდან თუ ასე შემდეგ. ანუ სახელმწიფო არეგულირებს, რომ ადგილობრივი პროდუქციის მოთხოვნილება უფრო მეტი იყოს, ვიდრე იმპორტის.
ძალიან კარგად აქვს არეგულირებული შვეიცარიას ამ შემთხვევაში ნამდვილად. გვიანბეთ თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ, რა გეგმები აქვს გეოჰაუს ქართულ სახლს შვეიცარიაში? შვეიცარიაში დაგეგმილი ღონისძიებები და აქტივობები ჩვენი მხრიდან ყოველ წელს მრავლდება. წელს რაც გვაქვს დაგეგმილი არის 2015 წლის ასე ვთქვათ დიასპორული ფორუმის პერიოდში ვფიქრობთ უკვე გაიხსნას ქართული სახლი, ის რაც ჩვენი ასე ვთქვათ დაფუძნების შემდეგ ყოველთვის იდეა ფიქსი იყო, რომ არსებობდეს შვეიცარიაში და ამჟამად ციურიხში სახლი, სადაც ნებისმიერ დროს, ნებისმიერ შვეიცარიის ცხოვრებს შეიძლება მოსვლა და საქართველოს შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის მიღება. ეს იქნება ტურიზმი, სიტუაცია, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიღება თუ სხვა. ბიზნეს ბაზრის მდგომარეობაც ალბათ თუ არიან დაინტერესებული შვეიცარიაში, საქართველოში ბიზნესის ინვესტიციებით. იმის გამო რომ საქართველო რაღაც ექსკლუზიურ პროდუქტს წარმოადგენს შვეიცარიის ბაზარზე ჯერჯერობით, ინტერესი დიდია და ისეთი ხალხიც კი ვნახე, რომელიც სათხილამუროდ არის საქართველოში ნამყოფი შვეიცარიის ალპების მიუხედავად. ასევე მთებში ზურგჩანთით ტურისტების რაოდენობაც იმატებს და ძალიან ბევრი ახლობელი ჩემი მანქანითაც კი ჩამოვიდა აქ, მოიარეს ესე ვთქვათ მანქანით საქართველო და მე გაფრინდნენ აქედან. როგორი შთაბეჭდილება დარჩა თქვენს მეგობრებს, თქვენ შვეიცარიელ მეგობრებს საქართველოზე? იმის გამო რომ ჩემგან უკვე ბევრი ქონდათ მოსმენილი ჩემ მეგობრებს ყოველ შემთხვევაში საქართველოს შესახებ და ქართული კულტურის შესახებ, პრინციპში მოსალოდნელი იყო პოზიტივი მათგან, მაგრამ ყველა ამბობს რომ მოლოდინს გადააჭარბა ნანახმა. იგივე ბუნების მრავალფეროვნება, კი სმენოდათ ჩემგან, მაგრამ დასაჯერებლად რთული იყო ესე პატარა ქვეყანაში. ძალიან დიდი მიღწევა მე მგონი შვეიცარიელი გააკვირვა ბუნებით. ასევე სტუმართმოყვარეობა, ხილის გემო, ვიძახდი ყოველთვის რომ პამიდორის გემო არა აქვს და ასე შემდეგ. ყველას ჩვენი გამოცდილებიდან გვახსოვს რომ ვიცით რომ პროდუქციას, ქართულ პროდუქციას როგორი გემო აქვს და აი ამ გემოს რომ ვერ ვპოულობთ ევროპულ ბაზარზე. და ვარჩევ ხოლმე პერიოდს, როდის შეიძლება ჩამოვიდნენ რომ ეს ხილი მწიფე იყოს და ისე ვთქვათ, შემოტანილი იმპორტირებული პროდუქციით არ მომიწიოს სტუმრების კვება. გამასპინძლება. მინდა კითხოთ იმ თემის შესახებ, რომელიც ახალ დაბრუნებულ მიგრანტებს ძალიან თვალში ხვდება ხოლმე, სოციალური, ეკონომიკური და სამოქალაქო კულტურის ფონზე შექმნილი უხერხულობები, რაც ძალიან თვალშისაცემია განსაკუთრებით ჩვენთვის, აი ახალი დაბრუნებული მიგრანტებისათვის. საქართველოში ისე არ გასულა წელი, რომ ერთხელ ან ორჯერ მაინც არ ყოფილიყავი ამ 12 წლის მანძილზე, რაც შვეიცარიაში ვცხოვრობ. მაგრამ მაინც თვალშისაცემი არის ხოლმე ის სიტუაციები, რასაც ევროპაში ვერსად შეხვდები. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სოციალური პრობლემაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ამას თავისი პლუსებიც აქვს, დადებითი მხარეები, რაც ყველა ვარიანტში, ვთქვათ, შვეიცარიისგან განსხვავებს, იგივე ოჯახური ურთიერთობები, შეკრული სამეგობრო წრე და ბევრი რაღაც არის, რაც შვეიცარიაში ალბათ კაპიტალიზმიდან გამომდინარე ვეღარასდროს ვეღარ იქნება. მეორე თემა რაც აუცილებელია რომ ყველას ხვდებოდეს თვალში არა მარტო უცხოეთიდან დაბრუნებულს არის სისუფთავე ქალაქში. ის რო არ შეიძლება ყველაფერი რაც ხელში მოყვება მე გადააგდო და სანაგვეში არ ჩააგდო ესე ვთქვათ. ძალიან მომეწონა ცოტა ხნის წინ დაიწყო ტელევიზიით სარეკლამო რგოლივით შენი ქალაქი, შენი სახლია, ესეთი თემატიკის სარეკლამო რგოლი და ძალიან სასიამოვნოა, რომ ნელ-ნელა მიხვდა საზოგადოება, ანუ მიხვდეს მაინც ახლო მომავალში, რომ ეს ნამდვილად ჩვენი სახლია და არა მარტო ქუჩა. ასევე მობილურის თემა ვთქვათ, ლექციებზედაც კი შესაძლებელია ლექტორს თვითონ დაურეკოს მობილურმა და გავუთავებელი ტელეფონზე ლაპარაკი ქუჩაში. მეც ძლიერ მაწუხებს, მაგრამ რთულია უბრალოდ არ შეიძლება რაღაც არის თავისი გერმანიაში აკრძალულია სამუშაო საათებში მობილური ტელეფონის სარგებლობა.
და მე ვთვლი რომ აი სახელმწიფოს მხრიდანაც რომ გამკაცრდეს კანონი სისუფთავესთან დაკავშირებით, თუნდაც ის რომ აი გერმანიაში ქაღალდი, საკვები ნარჩენები და რკინის ნარჩენები უნდა დაყოფილი იქნას და აი ასეთი სახით იქნას გატანილი ზოებიდან. ბავშვები მე-3-4 კლასში და მე კიდე მე-6-7 კლასში მიყავთ აუცილებლად ერთხელ მაინც ესე ვთქვათ სანაგვე გადამუშავების დაწესებულებაში, სადაც აჩვენებენ როგორ ხდება პროდუქტის ანუ ნაგვის ნარჩენების გადამუშავება და რამხელა პრობლემას წარმოადგენს ნაგავი, რომელიც არ არის დახარისხებული. ანუ ისეთი სანაგვე ყუთებიდან, რომელიც ქალაქშია, ყველგან არ არის იმის საშუალება, რომ გაყოფილი იყოს ნაგავი და იმის დახარისხებისთვის რამხელა შრომას წევს დამუშავებელი ორგანიზაცია, ამის ჩვენებით ბავშვსაც კი აქვს ის შეგნება სამოქალაქო კულტურა, რომ ნაგავი უნდა მოხდეს დაიყოს და თუ არის სადმე საშუალება პლასმასის ბოთლის ცალკე ჩაგდებისთვის, აუცილებლად მოძებნის და იქ გადააგდებს და მიწაზე დაგდებაზე რა თქმა უნდა ლაპარაკი ზედმეტია, ჩვეულებრივ ურნაშიდაც კი არ ჩააგდებს ევროპელი ბავშვი. გერმანიაში ჯარიმა, როდესაც ოჯახი არასწორად აკეთებს ნაგვის დახარისხებას. აი საქართველოში რომ მივახციოთ აი ამ კულტურას, ალბათ ჩვენს ქვეყანაშიც ისეთივე სისუფთავე იქნება, როგორც შვეიცარიაში და ჩემთვის ცნობილია, რომ შვეიცარია განსაკუთრებით ეკოლოგიურად სუფთა ქვეყანაა და განსაკუთრებით აქცევს ყურადღებას ეკოლოგიურ პრობლემებს. რა თქმა უნდა, ძალიან სუფთა ქვეყანაა, ჰაერის სისუფთავის ნორმებიც კი ევროპაზე უფრო მაღალი აქვს. რამდენიმე წლის წინ იყო ზუსტად აღარ მახსოვს, ჰაერში მოიმატა ბინზურმა, ესე ვთქვათ, ნივთიერებებმა და მთელ ავტობანზე, ისედაც შვეიცარიაში მხოლოდ 120-ით არის დაშვებული მოძრაობა და ციურიხის რეგიონში ავტობანებზე დაშვებული იყო მხოლოდ 80-ით, სადღაც 2 კვირის მანძილზე. ანუ მაღალი სიჩქარით მოძრაობისას უფრო მეტია გამონაბოლქვი და დაბინძურება. ასევე მუხრუჭი უფრო მეტად ცვდება და ეს ყველაფერი აღიც რეგულირდება. ანუ 2 კვირის მანძილზე ციურიხის რეგიონის ავტობანებზედაც კი 80-ზე მაღალი სიჩქარით სიარული იყო აკრძალული. ის შემთხვევაც კი, როცა შვეიცარიაში ციურიხისთვის საგანგაშო აღმოჩნდა ის რაოდენობა ჰაერის დაბინძურების, ევროპაშიდაც კი არ იყო მიჩნეულად და ეხლაც არ არის მიჩნეულად დაბინძურებულად და საქართველოში ალბათ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, როდის მივახცევთ ამ სტანდარტებს. თუნდაც ის რომ ვიცოდეთ სად როგორ არის დაბინძურებული, მე მგონი ესეც არ არის ცნობილი ალბათ საქართველოში კლიმატის სულ რამდენიმე კვირის წინ იყო პირველი ესე ვთქვათ ჰაერის რადიაციული შესამოწმებელი აპარატურა დაიდგა ვაშლიჯვარში. და სურათ კადრი რო იყო ნაჩვენები 15 ნაძვი მაინც ედგა ირგვლივ და იქ ალბათ ყველაზე სუფთა ჰაერია და იქაც თუ რამე გაიზომა თბილისში ჯობია რომ არ გავსომოთ ალბათ ჯერჯერობით. ბატონო ზუიად, აი ამჟამად რა საქმიანობას ეწევით საქართველოში ამის შესახებ გვიამბეთ. ჩემი ამჯერად საქართველოში ხანგრძლივი ყოფნის მიზეზი არის კურსი, რომელსაც ახლა გავდივარ, სომელიეების მესამე ხარისხის კურსი, რომელიც გრძელდება 7 თვის მანძილზე და 6 თვე თეორიული, 1 თვე პრაქტიკული ნაწილისგან შედგება. ეს კურსი დამეხმარება ქართული ღვინის უფრო პროფესიონალურად წარდგენის და შეფასების და შერჩევის საჭიროებაში. ასევე მაქვს შვეიცარიული კომპანია Optiswiss-ის წარმომადგენლობა საქართველოში, ეს არის სათვალის მინების მწარმოებელი კომპანია ბაზელიდან, რომელიც წარმომადგენლობაც გვაქვს 2007 წლიდან. და ასევე გერმანული კომპანია Zeiss-ის, Carl Zeiss-ის კონტაქტური ლინზების დისტრიბუტორები ვართ ამიერკავკასიის მასშტაბით. ვაპირებ ახალი ფილიალის გახსნას და ცოტა ადგილობრივი ბაზრის მეტად ათვისების გაფართოებასაც ალბათ. ვარ დაკავებული. ასევე
ვარდაკავებული დიასპორული ორგანიზაციებთან ურთიერთობით და რაღაც ორგანიზებით მაისისთვის დიასპორული ფორუმის შვეიცარიაში და ეხლა გვაქვს შეხვედრები სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, სხვა წარმოებლებთან ერთად გავდივართ ბერლინის გამოფენაზე, მწვანე კვირეული, რომელიც ჩატარდება იანვარში 16-დან 25 იანვრამდე ბერლინში. ძალიან სასიხარულო წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. თქვენ ახსენეთ შვეიცარიული სათვალისმინებით და გერმანული კონტაქტური ლინზები. როგორია ბაზარზე არის თუ არა მოთხოვნადი ეს პროდუქცია? იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ფალსიფიცირებული პროდუქტი შემოდის არაევროპული ბაზრიდან. ხალხს ნდობა აქვს უკვე დაკარგული იქიდან გამომდინარე და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ეწეროს ესა თუ ის კომპანია შეფუთვაზე, არ ნიშნავს, რომ ეს არის იმ კომპანიის პროდუქტი. ამიტომ რთულია ხალხს დააჯერო ის, რომ სხვა კი არის ფალსიფიცირებული, მაგრამ ჩემი ნამდვილია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს წარმომადგენლობა იმ კომპანიის, ანუ ჩემ კომპანიასაც ქვია ოპტისვისი, ისევე როგორც ამ მინების წარმოებელს ბაზელში, გვაქვს ურთიერთობა შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციასთან და ვართ წევრები და იმათი წარმომადგენლობის გამო. ასევე გერმანული ეკონომიკური გაერთიანების წევრი ვარ, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს ასევე გერმანული პროდუქტები, პირდაპირ გერმანიიდან შემოგვაქვს ეს ყველაფერი და ასევე სათვალეები თუ სხვა პროდუქტები, რაც ჩვენთან არის ყველაფერი ის, რაც იყიდება გერმანიის ან შვეიცარიის მაღაზიებში. სხვა ხარისხი არ შემოგვაქვს და ვისაც ხელში მოხვედრია ჩვენი პროდუქტი, ნამდვილად იცის და რწმუნდება თვითონ ხარისხით. რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი სურვილი გაქვთ განახორციელოთ ისეთი სოციალური პროექტი, რომელიც უკავშირდება უნარშეზღუდულ პირებს. ამ პროექტში თქვენ მონაწილეობას იღებდით შვეიცარიაში, მისი ანალოგი არსებობს შვეიცარიაში და გაქვთ სურვილი, რომ განახორციელოთ იგივე პროექტი საქართველოში. გვიამბეთ ამის შესახებ, რა გეგმები გაქვთ თქვენ? ეს თემატიკა დიდი ხანია უკვე მაინტერესებს. 2003 წლიდან მონაწილეობდი შვეიცარიაში მოწყობილ ბანაკებში, რომლებიც იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პირველი ორგანიზაცია, სადაც ესეთ ბანაკში მონაწილეობა მივიღე, იყო ცერებრალი ციურიხის ოფისი. 2007 წლიდან მე თვითონ ხელმძღვანელობ NCM ციურიხის მიერ ორგანიზებულ ბანაკს, რომელიც 2 კვირა გრძელდება და ზრდასრული გონებრივად შეზღუდული პირებისთვის არის მოწყობილი. ეს პირები როგორც წესი მუშაობენ, დასაქმებულები არიან სხვადასხვა დაწესებულებებში და ეს არდადეგები, ესე ვთქვათ, ეწყობა მათი დასვენების მიზნით. ამ არდადეგების პერიოდში 2007-8 და 9 წლებში ჩვენი მოძიებული ფინანსებით შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო საქართველოსთან 2 შეზღუდული უნარების მქონე პირს და 1 მომბლელს. ეს დაგეგმილი მქონდა იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა ოდესღაც საქართველოშიც მოხდეს ესეთი ბანაკების შესაძლებლობა და პრეცედენტი და ის ხალხი, რომელიც იქ იყო და უკან დაბრუნდა, რაღაც საშუალება ჰქონდათ ადგილზე ენახათ, როგორ ხდება ეს იქ და რაც უფრო მეტი იქნებოდა ესეთი პირი, რომელიც ამ გამოცდილებას წამოიღებდა და მე ადგილზე შეიძლება ისევ გამოვიყენოთ, მაგას ემსახურებოდა ეს იდეა, ესე ვთქვათ. NCM ციურიხისგან თანამშრომლობაზე ეხლაც არის მზადყოფნა. პირველი გუნდი, რომელიც იქიდან უნდა წამოსულიყო, იყო ეს 2011 წელი. უბრალოდ დაემთხვა ესეთი სიტუაცია, ზუსტად იმ პერიოდში, როცა გადაწყვეტილება იყო მისაღები, ხალხი უკვე ჩაწერილი იყო 10-მდე შეზღუდული უნარების მქონე პირი და 5 მომვლელი მოვდიოდით. დაემთხვა ის პერიოდი, როცა თბილისში კარვების ქალაქი იყო, ესე ვთქვათ, გახსნილი ტელევიზიასთან და თავისუფლებაზე და ჩაიშალა, ესე ვთქვათ, ეს პროექტი. მაგრამ მზადყოფნა არის და შესაძლებელია 2016 წლიდან მაინც ისევ განხორციელდეს საქართველოში ერთობლივი ბანაკი, შვეიცარიელი და ქართველი დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა, რომელიც დიდი იმედით უფრო განზოგადდება და მომავალში სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ასევე ხელმძღვანელობ შვეიცარიაში ბავშვების ბანაკებს, რომლებიც თემატური ბანაკებია სკოლის ბავშვებისთვის, ფეხბურთის, ინგლისურის, ფრანგულის და ასე შემდეგ.
და ესეც საკმაოდ ისეთი სიტუაციაა, როცა შესაძლებელი არის დავნერგოთ იგივე საქართველოში, უბრალოდ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე სამწუხაროდ ჯერჯერობით ამ მიმართულებისთვის საკმარისი დრო ვერ გამოვნახე რომ დიახ, თქვენ განათლებით სოციოლოგი ბრძანდებით ხო შვეიცარიაში მიიღეთ განათლება? შვეიცარიაში ვსწავლობდი ციურიხის უნივერსიტეტში, ჰუმანიტარული უნივერსიტეტია, სოციოლოგია, პოლიტოლოგიის განხრით, მაქვს ქართული დიპლომიც. თქვენი აზრით არის თუ არა საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა ქართული კულტურისა და პროდუქციის პოპულარიზაციისა საზღვარგარეთ და აი დაბრუნებული მიგრანტების მიმართაც როგორია დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არის თუ არა ის ხელშეწყობა რა მოლოდინიც ჩვენში არსებობს მიგრანტებში და თქვენ როგორ თვლით რა შეიძლება ვურჩიოთ რა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ სახელმწიფოს აი ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა, რომ შედეგებზე გათვლილი იყოს ეს შეხვედრები, ეს ეკონომიკური ფორუმის შეხვედრები, დიასპორული შეხვედრები. დიახ, თქვენი რეკომენდაციები რა იქნებოდა სახელმწიფოს მიმართაც და მიგრანტების მიმართაც? რაც შეეხება კითხვის პირველ ნაწილს, საქართველოს სახელმწიფოს თანადგომას ქართული კულტურისა და პროდუქტების პოპულარიზაციის საქმეში, ბევრი რამე ხდება ამ მხრივ, ამ მიმართულებით, მაგრამ მე მგონი მაინც კიდე შეიძლება მეტის გაკეთება. როგორც უკვე ვახსენე, იანვარში დაგეგმილია ბერლინში საერთაშორისო გამოფენაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან 19 კომპანიის მონაწილეობა. ასევე სხვა ქვეყნებშიც ტარდება ეს გამოფენები, იყვნენ პოლონეთში, იყვნენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ქართული კულტურის და ქართული პროდუქტების პოპულარიზაციას. რამდენიმე დღის წინ იყო ასევე იაპონიაში გამოფენა ქართული ღვინოების. ეს ყველაფერი ძალიან კარგია და რაც შეიძლება მეტი უნდა ხდებოდეს და სურვილი ჩემი მხრიდან და რეკომენდაცია რაც არის მარტო პროდუქტი ცალკე მაინდა-მაინც დიდ ფურორს და შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს, ჯობია ქართული კულტურაც მივახმაროთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ როცა კულტურასთან ერთად ეცნობი პროდუქტს, იგივე ვთქვათ, სხვადასხვა სფერო ერთიანად როცა აწარმოდგენილი, ბევრად უფრო დიდია შედეგი. ფოლკლორი ბევრად უფრო ბევრი თემაა, უფრო მეტი საშუალებაა იმისი, რომ სალაპარაკო თემა იყოს და უფრო მეტია დაინტერესებაც. სხვადასხვა სფეროს ხალხი ალაპარაკდება ერთ ქვეყანაზე და ეს უფრო გამოიწვევს ქართული კულტურისა თუ პროდუქტების პოპულარიზაციას. ანუ თემატურად რო დავყოთ. ეკონომიკური ფორუმი ეს უკვე ერთი თემატიკაა, დარწმუნებული ვარ, მგონი გეგმაშიც არის სხვადასხვა თემატიკით ესეთი ფორუმების მოწყობა. ჩემი აზრით დიდი წარმატების მიღწევა შეიძლება, როცა ადამიანს არ ეუბნები პირდაპირ მიატოვე იქ ყველაფერი და ჩამოდი, მე მჭირდები და ეუბნები რომ ჩამოდი ორი კვირით, გაუზიარე ხალხს შენი ცოდნა, აქაურ კოლეგებს. ეს ბევრად უფრო გააცხოველებს, ასე ვთქვათ, ურთიერთობას აქაურ და იქაურ ორგანიზაციებს შორის. ის ადამიანი, რომელიც ქართველია, იქ მიგრანტია და წარმატებით მუშაობს ამა თუ იმ სფეროში, აქაურ მის კოლეგებთან ურთიერთობა აუცილებლად უნდა დავიწყოთ იმასობაში, სანამ ის კიდე დასაქმებულია. იმიტომ რომ ორ ორგანიზაციას შორის ბევრად უფრო გაცხოველებული იქნება ურთიერთობა და მისი თუნდაც რამდენიმე წლის ან თვის შემდეგ უკან წამოსვლა ამ ურთიერთობას გაწყვეტას არ გამოიწვევს. როცა ადამიანი წამოსულია უკვე ორგანიზაციიდან და მერე თხოვ ისევ რაღაც ურთიერთობების აღდგენას ბევრად უფრო შეიძლება გაჭიანურდეს პროცესი, ვიდრე როცა ადამიანი დასაქმებულია და თხოვ რომ აი მოდი ჩემ ქვეყანასთან იგივე თემატიკაზე რაღაც გაცვლითი პროგრამები განვახორციელოთ. ეს მე მგონი ანუ სახელმწიფოს სტრატეგიაშიც ნახსენებია და დიდი იმედი მაქვს, რომ მარტო ნახსენები არ იქნება და განხორციელდება სხვადასხვა თემატიკითაც, იგივე ფიზიკის სფეროში, იგივე ჯანდაცვის სფეროში, იგივე სწავლების სფეროში, განათლების სფეროში თუ ასე შემდეგ. ერთი რეკომენდაცია, რაც პრინციპში სახელმწიფოს მხრიდან უკვე ნაჩვენებია, რომ მათი მზადყოფნა არის, მაგრამ ხელშეწყობა ჯერჯერობით იგვიანებს, არის იგივე ქართული კულტურის ცენტრების მოწყობაში ხელშეწყობა და მათი თანადგომა
არა მარტო დიასპორის სამინისტროსგან, ეს უნდა იყოს კულტურის სამინისტროსგან, ეს უნდა იყოს ადგილობრივი საელჩოებისგან თანადგომა და ხელშეწყობა. მაგალითად გამოდგება საგარეო საქმეთა სამინისტროს ურთიერთობა საელჩოებთან. საგარეო საქმეთა სამინისტრო ტენდერით ყიდულობს ამა თუ იმ სახის ღვინოს მაგალითად და პროდუქტებს, რომელსაც აწვდის ყველა საელჩოს მე. ჩვენთვის სასურველი იქნებოდა ადგილზე ამა თუ იმ პროდუქტის იმპორტიორისთვის ვიცოდეთ რა პროდუქცია იქნა შეძენილი სამინისტროსგან, რომელი პროდუქცია გადაეცემა ამა თუ იმ საელჩოს, რადგან იგივე პროდუქტი მქონდეს მეც ვთქვათ იმპორტის შემთხვევაში სორტიმენტში და დაინტერესების შემთხვევაში ადამიანს კონდეს საშუალება, როცა გასინჯავს წვეულება იქნება ეს თუ მიღება საელჩოსგან ორგანიზებული პროდუქტს, იგივე პროდუქტის მიღება მოხდეს შესაძლებელი იყოს ადგილობრივ ბაზარზე. ეს იქნებოდა ერთი რეკომენდაცია, რაც პრინციპში ჯერჯერობით არ ხორციელდება და პოსტფაქტუმ გებულობთ, რომ თქვა საელჩოს მიღებაზე მოიტანეს ესა თუ ის პროდუქტი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და სასიამოვნო იქნებოდა თუ წინასწარ გვეცოდინებოდა ან ჩვენც გვექნებოდა იგივე, ან ჩვენ თვითონ მივაწვდით ამა თუ იმ ღონისძიებაზე პროდუქციას და ეს იქნება შესაძლებელი იგივე პროდუქტის ადგილობრივ ბაზარზე შევნაც. ჩემის აზრით, ქართული დიასპორის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფოს აღშენებლობით პროცესში და მე ვიმედოვნებ და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს მალე იქნება ის ქვეყანა, სადაც ყველა მიგრანტს სურვილი ექნება დაბრუნების, ჩამოსვლის, აქ მოღვაწეობის, დარჩენის და არა მარტო ქართულ მიგრანტებს და მე მინდა დაგემშვიდობოთ კეთილი სურვილებით, წარმატება გისურვოთ თქვენ საქმიანობაში. ვთვლი რომ ძალიან სამწუხაროდ ძალიან კარგი კადრებია ქვეყნიდან გასული, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ თავის საქმიანობას საზღვარგარეთ და მინდა გისურვოთ მალე იმ პროექტების განხორციელება საქართველოში, რასაც თქვენ გეგმავთ და აპირებთ და ვუსურვო ყველა ქართულ ემიგრანტს საქართველოში დაბრუნება, დარჩენა და აქ წარმატებით მოღვაწეობა. მადლობას მოგახსენებთ მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. გისურვებთ წარმატებებს. როგორც ამ სფეროში, როგორც ჟურნალისტად, ასევე პირად ცხოვრებას. დიდი მადლობა თქვენ. კარგად სანდრა. ნახვამდის.